ცხოვრება 30 კვადრატულ მეტრში 8 მცირეწლოვანი უმძიმეს პირობებში იზრდება. საათაშვილების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება, რომელიც ხშირად საკვებისთვისაც არ გმარა. ოჯახი საცხოვრებელ ფართს ითხოვს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში საათაშვილების 10 სულიანი ოჯახი უკვე მეორე წელია საბავშვო ბაღის შენობაში 30 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთი ოთახი ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოუყო. საათაშვილების ერთადერთი შემოსავალი 210 ლარიანი სოციალური დახმარება, რომელიც პურის საყიდლადაც არ ყოფნით. ოჯახის დიასახლის 8 მცირეწლოვანი შვილის გაზდა გაუსაძილ პირობებში უწევს. არანაირი პირობები არ აქვს, არანაირი. ძალიან გვიჭირს, წყალი არა მაქვს, გაზი არ არის აქ. გაზი აღარ მინდა შეშასკული ხმარობთ, წყალი არა მაქვს. ფიზიკურად 10 ადამიანს დალეცხო ხო გვინდა. ემერთ ოთახში ვართ. ემერთ ოთახში ყველაფერი. აი დაბანვა და რამე რო გინდოდეს ოჯახში, ხო უნდა დაიბანოს ადამიანმა. აი ემერთ ოთახში ვართ ყველაფერი. სოციალური დახმარება, სხვა არაფერი შემოსავალი არ არის. საათაშვილების საცხოვრებელს თავშესაფარი პირობითაც შეიძლება ეწოდოს. ოთახს, სადაც 8 მცირეწლოვანი იზრდება, არ აქვს ფანჯარა და იატაკი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. საათაშვილები დღემდე მეზობლების იმედად ცხოვრობენ. დახმარებითა კიდე მარტო სოციალურს იღებენ და ესე მეზობლები თუ დაეხმარებიან რაღაცას აწვდიან. ეგ არის ამათი ის დახმარება. გორის გამგეობაში საათაშვილების მძიმე ოჯახური მდგომარეობის შესახებ დიდი ხანია იციან. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის განმარტებით ამ დროისთვის გამგეობის ბალანსზე არ მოიძებნება თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, რომლის დაკანონებაც საათაშვილებისთვის იქნებოდა შესაძლებელი. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ესეთი ადამიანების პრობლემები შევისწავლოთ და მომავლისთვის, ყოველ შემთხვევაში მომავლისთვის მაინც შევიტანოთ ბიუჯეტში ესეთი საკითხები. ოჯახის დიასახლის უახლოეს დღეებში აპირებს კიდევ ერთხელ მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით.